დღის განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ სამცხე-ჯავახეთი არის ის ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონი, სადაც მოსახლეობის, ასე ვთქვათ, მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ საუბრობენ როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. მობილიზებული არიან ამომრჩევლები, როგორც ქალაქებში, ასევე სოფლად. მაგალითად, ახალციხის 37 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ქალბატონი თიაგავაშვილი აცხადებს, რომ ორი მთავარი აქტივობა, სადაც დაფიქსირდა, ეს არის ქალაქ ახალციხის ერთ-ერთი უბანი და სოფელ ურაველში, სადაც სამი სოფელია, ასე ვთქვათ, გაერთიანებული, ურაველი, მუსხი, ხეოთი, თითქმის 100%-იანი მხარდაჭერა. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ მთელ რეგიონში, ასე ვთქვათ, ესეთი აქტივობა არ დაფიქსირებულა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ამაზე მეტი აქტივობა იყო 2012 წელსო. თუმცა თვითონ ცესკოს ყოველ შემთხვევაში მონაცემებით, რასაც ჩვენ ადგილზე გვეუბნებიან, ერთ-ერთი აქტიურია დღეს სამცხე-ჯავახეთი. რაც შეეხება დარღვევებს, დარღვევების შესახებ ძირითადად საუბრობენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და ყველაზე მეტი, ასე ვთქვათ, დარღვევა ეს გახლავთ საარჩევნო უბნებთან ხელისუფლების წარმომადგენელთა, ასე ვთქვათ, ყოფნა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ეს არის ამომრჩეველზე ფსიქოლოგიური ზეწოლა. მაგალითად, ასპინძის რაიონის სოფელ ხიზაბავრაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ამბობდა, რომ დაახლოებით დილის 9:30-დან ადგილზე იმყოფებოდა საარჩევნო უბანთან როგორც სოფლის რწმუნებული, ასევე დეპუტატი და მისი რწმუნებულის მოადგილე, მათ გაყავდათ პერიოდულად კომისიის წევრები და აძლევდნენ მითითებას თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ კონკრეტულ შემთხვევაში. ამას ამბობს ასპინძის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი ლევან პაქსაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. იგი ამბობს, რომ მსგავსი ტიპის დარღვევები დაფიქსირდა ასევე სოფელ რუსთავშიც, ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე და ამომრჩეველზე განხორციელებულ, ასე ვთქვათ, ირიბ მითითებებზე საუბრობენ ახალციხეშიც, ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. ისინი ამბობენ, რომ მაგალითად სოფელ კლდეში ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა ერთ შემთხვევაში, ხოლო მეორე შემთხვევაში იგივე კლდეში სოფელ წნისიდან, ასე ვთქვათ, წასული რომლებიც ასევე სოფელ კლდის საარჩევნო უბანში აძლევდნენ ხმას, აცხადებდნენ, რომ ტრანსპორტის პრობლემა იყო მათთვის შექმნილი, ხოლო ის ადამიანები, ვინც ხელისუფლებამ იცოდა, რომ ღიად იყო მათი მხარდამჭერი, კერძო პირები მათ ემსახურებოდნენ, რომ ვთქვათ, სოფელ წნისიდან იქვე დაახლოებით 3 კილომეტრში უზრუნველყოთ მათი ტრანსპორტირება. გარდა ამისა, ვთქვათ, ტრანსპორტის და ვთქვათ, ზეწოლის და მითითებების დარღვევის გარდა არის კიდე შემთხვევები, როდესაც ვთქვათ, იყო, ასე ვთქვათ, კონკრეტული მითითებები და იყო შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ უბნებზე, მაგალითად ჯავახეთში, ვთქვათ, ვიდეოთვალი იდგა ისე, რომ უშუალოდ კაბინას უყურებდა და ჩანდა, ვთქვათ, როგორ იქცეოდა კონკრეტული ამომრჩეველი. ამის შესახებ საჩივარი დაიწერა როგორც ოპოზიციური პარტიების, ასევე დამკვირვებლების მიერ. მე შეგახსენებთ, რომ მაგალითად სამცხე-ჯავახეთში ჯამში არის 188 უბანი, აქედან 75 უბანზე ძველი ტრადიციული მეთოდით ტარდება არჩევნები, ხოლო 113-ზე კი ელექტრონულად. ცესკოს მონაცემებს მე გეტყვით, რომ ყველაზე მეტი ამომრჩეველი არის ახალქალაქში, ხოლო ყველაზე ნაკლები ასპინძაში. რაც შეეხება ვთქვათ, მოსახლეობის განწყობა აქაც არის არაერთგვაროვანი. ჩვენს მიერ გამოკითხული მოსახლეობის ერთი ნაწილი ამბობს, რომ ხმას აძლევს კეთილდღეობას, მშვიდობას, რადგან ამ ქვეყანას გარე ძალები აჯანჯღარებენ, ციტირებას ვახდენ მათი ინტერვიუებიდან, თუმცა საქართველოს მაინც შეძლო მშვიდობით აქამდე მოსვლა, ხოლო მეორე ნაწილი ასევე აცხადებს, რომ ისინი ხმას აძლევენ ევროპას, ხმას აძლევენ ცვლილებებს და ამდენად მნიშვნელოვანია მათთვის, რომ იყოს მობილიზებული, ასე ვთქვათ, ყველა ამომრჩეველი და თითოეული ხმა არის გადამწყვეტი. აი ახლა ამ ბოლოსაც, ვთქვათ, იყო მოწოდებები ჩვენი რეგიონის Facebook ჯგუფებში, რომ ვინც კი დარჩა, ვთქვათ, ისე რომ ხმა არ მიუცია, ჯერ კიდევ არის დრო, რომ დაახლოებით 1 საათი მივიდნენ საარჩევნო უბნებთან და მიიღონ თავისი გადაწყვეტილება და მოკლედ თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიცია და ვალი მოიხადონ ქვეყნის წინაშე. ერთადერთი ვთქვათ, რაც შემიძლია დავამატო ამ წუთში არის ის, რომ
სამცხე-ჯავახეთში შეიძლება ითქვას, რომ უკვე ემზადება ქართული ოცნება, თქო, ზეიმისთვის. რეალურად მზადება მიმდინარეობს სცენის მოსაწყობათაც აქ და ამ ეტაპზე ცნობილია ის, რომ თქვათ ადგილზე ადგილობრივი დამკვირვებლების გარდა ასევე წარმოდგენილი არიან საერთაშორისო დამკვირვებლებიც. ასევე ძალიან მოკლედ მინდა გკითხოთ ენობრივ ბარიერთან დაკავშირებით, ვინაიდან სამცხე-ჯავახეთში ეს პრობლემა ენობრივი ბარიერის მქონე მოქალაქეებს გაუჭირდათ თუ არა ადაპტირება ახალ ელექტრონულ ხმის მიცემის სისტემებთან. რაც შეეხება ხმის მიცემის პროცედურას, ჩვენ მაგალითად ეს არ შეეხება კონკრეტულად დღევანდელ დღეს, ზოგადად წინა საარჩევნო პერიოდზე თუ ვისაუბრებთ, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების სოფლებში ხშირად ხვდებოდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათ არ იცოდნენ თუ ვთქვათ რა ტიპის არჩევნები ტარდებოდა ქვეყანაში, ზოგადად ის რომ არჩევნები იყო ეს იცოდნენ, მაგრამ ეს იყო ვთქვათ საპარლამენტო, ვთქვათ ადგილობრივი თვითმმართველობის თუ საპრეზიდენტო და ასე შემდეგ, ამის შესახებ მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ. ხშირ შემთხვევაში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ მათ იცოდნენ, რომ იყო 41-ის არჩევნები და ამის შესახებ თქვათ ეს დეტალი იცოდნენ და ამის იქით სხვა არც არაფერი არ აინტერესებდათ. როდესაც ვეკითხებოდით, რომ თუ მოდის ვინმე, თუ თქვათ გაწვდით თქვენ ინფორმაციას თქვენთვის გასაგებენაზე, იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ითქვა, რომ იყვნენ ადგილობრივი საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, თუმცა ხშირ შემთხვევაში სახელდებოდა, რომ ინფორმაციას იღებდნენ მაინც დამკვირვებლების მხრიდან და იმ ასე ვთქვათ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ვინც მუშაობს სამცხე-ჯავახეთში და ვინც გარკვეულმა ნაწილმა ინფორმაცია იცოდა ასევე იმის შესახებ, როდესაც თქვათ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ეძებდნენ დამკვირვებლებს, აცხადებდნენ ვაკანსიას, თუმცა ეს უფრო ახალგაზრდა თაობას შეეხება და არა ვთქვათ საშუალო და ხანდაზმულ თაობას, რომლებმაც როგორც უკვე აღნიშნეთ, გითხარით, რომ მხოლოდ ციფრი იცოდნენ, ვისი არჩევნები ტარდებოდა სამცხე-ჯავახეთში.